ერთ-ერთი მთავარი ლიდერიც გახდა და შორიდან დარტყმა. ძალიან მოულოდნელად რუსთაველებს აქ მიეცათ შანსი იმისა, რომ გოლი გაეტანათ ნიკნეს შორიდან დარტყმებს და როგორც კი აი მსგავსი აი ახლა კადრში რომ ჩანს ასეთი სივრცე გამოჩნდებოდა ხოლმე უმალ ცდილობდნენ დაიარა მე მგონი ამ პირველი წუთების დაზვერვამ ერთმანეთისა და ახლა შეტევაში გამოცდიან გუნდები ბეც სახიფათო დარტყმა გადაურჩა დინამო აქ გოლის გაშვებას მოიმატა ეპიზოდების რაოდენობამ და მე მგონი გოლიც არ არის შორს ცენტრალურ მცველს ნუმან კურდიჩს რადგან იქვე იყვნენ რუსთაველები და დამატებაზე რა თქმა უნდა შეეცდებოდნენ თამაშს ნახარ მით უმეტეს არაერთ ქალაქში შედება საფეხბურთო სტადიონი და ეს ყველაფერი ჯამში რამდენიმე წელიწადში მშვენიერ საფეხბურთო გარემოს შექმნის წესით და რიგით აქ ირაკლი სირაძე ცდილობდა გატანას არანაირი თამაშგარე ამ შემთხვევაში არ იყო ბადეს უშუალოდ ირაკლი სირაძე არ იყო თამაშგარეში თორემ სხვა დინამოელი მოთამაშე წინ იყო ნაურსთაველთან მცველებზე ახ რომ გოლი გასულიყო რა თქმა უნდა ეს გოლი ჩაითვლებოდა იმდენად მახვილი გახდა და 10 ნომრით პრინც ოსეი ასეთია რუსთაველთა ძირითადი 11-ეული შორიდან დარტყმა სახიფათო თან ძალიან პრინც ოსეი სწორედ რუსთაველთა მე-10 ნომერი ასრულებს ამ დარტყმა მეორე ნახევარში რაც შეეხება სათადარიგო შემადგენლობას 35-იანი არაერთი ჯარიმა ამ შემთხვევაში ჩააწოდა ძალიან სახიფათოდ და საბოლოოდ უბილავას გამოაქვს ბურთი ძალიან მწვავე ზონიდან იქ იყო არეულობა და მცირე ქაოსი ხო აქ ნუმან კურდიჩის მიერ თამაში რამდენად შეფასდება წითელ ბარათად ეს არის ახლა განხილვის საგანი თუ ეხება თუ არა ბურთს ბოსნიელი ნუმან კურდიჩი ეს არის ახლა გასარკვევი მიიღო უკვე მაჩიტიძემ გადაწყვეტილება პენალტი ინიშნება პენალტი ამ ეპიზოდში დინამოელთა კარში და ახლა შეტევაში წავა დინამო თბილისი ვნახოთ ამ ეპიზოდის შემდეგ რა თქმა უნდა დედაქალაქელები მნიშვნელოვან მუხტს მიიღებენ პენალტი ალმეიდას შესრულებული 11 მეტრიანი რომელიც ლორია მოიგერია გამოიცნო კუთხე და შანსი არ დაუტოვა ამ შემთხვევაში. ვაჟაფათაცია მეორე სართულზე შანსს არ უტოვებს არავის. აქვინ იქნება ამ ბურთთან პირველი ჯარიმა და რაფერის ბარათი იქნება, პრინციპში ყვითელი ბარათი ისედაც ჰქონდა ხარებაშვილს და აქ საერთოდ პირდაპირ წითელი ბარათი დინამოელები აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას. მაჩიტიძემ ეს ეპიზოდი აბა ნახოთ შეიძლება თუ არა გადაწყვეტილება აი აქ ფეხი მოიყოლა ხარებაშვილმა პრინც ოსეის აბა ნახოთ შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას გურამ მაჩიტიძე. ბურთის მიღებაზე გააკეთა აქცენტი საბახარებაშვილმა და ამით ისარგებლა მერე პრინც ოსეიმ და გაასწრო დინამოელთა მე-5 ნომერს. ეპიზოდი რომელმაც ბევრი რამ შეიძლება განსაზღვროს ამ შეხვედრაში. არა, მე მგონი იცვლება გადაწყვეტილება წითელი ბარათი გაუქმებულია. პირიქით ინიშნება ჯარიმა მარტო მეორე ტაიმში. ჯამში ვიღებთ 9 წითელ ბარათს. აქ არის შანსი ჩაწოდება საჯარიმოში და გადარჩა რუსთავი ამ ეპიზოდში. გოლთან ახლოს იყო გიორგი ხარებაშვილი მეორე ტაიმში. რუსთაველები უკვე მეორე ტაიმში უშვებენ იმ შეცდომებს, რა შეცდომებსაც პირველ ტაიმში არ უშვებდნენ. აქაც ამ შემთხვევაში უკვე ხარებაშვილს მიეცა შანსი ასევე ხარებაშვილის გადაცემის შემდეგ. საბა ხარებაშვილი აწვდიდა და გიორგი ხარებაშვილი ცდილობდა გატანას. აქ ვნახოთ ეს ეპიზოდი იუტანაკანოს ცრუ მოძრაობები დარტყა.
96 წუთზე ერთხელ განმეორებით. კარგად გაითავისუფლა აქ თავი. ოსეი ბარს ოსეის აქვს გაფრთხილება. ყვითელი ბარათი და აქაც ზარია შორიდან ამზადებს დარტყმას დაარტყა. პაპუნა ბერუაშვილი თამაშობს ყურადღებით, ნომერმა იპოვნა და ამ სივრცის გამოყენებაც ცადა საკმაოდ შორიდან პრინციპში და პაპუნა ბერუაშვილი დაეუფლა ბურთს. იხსნა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან. საბოლოოდ თამაში დასრულებულია 0-0, თითო-თითო ქულა აიღეს გუნდებმა.